ეს ყველაფერი ალბათ ქართველების 99%-ს აინტერესებს. ვართ თუ არა შუმერების პირდაპირ შთამომავლები და რა კავშირი აქვს სიტყვა ვაშინერს, შინაარს და შანებს იგივე სვანებს შუმერებთან. სანამ საუბარს დავიწყებ, გამოიწერე ჩვენი არხი, მოიწონე ეს ვიდეო და გააზიარე, რათა ბევრმა ქართველმა თუ არაქართველმა გაიგოს სიმართლე. როდესაც იაფეტის ვაჟებმა თუბალმა და მესეხმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სამხრეთის ცხელი ველები და დასახლებულიყვნენ კავკასიის ულამაზეს ქედებსა და მათ მიმდებარე ნაყოფიერ მიწებზე, მათ საფუძველი ჩაუყარეს ავტოხტონურ უტეხ ქართველურ ორგანიზმს. თუმცა ამ დიდი განშორებისას ქართული გენის ერთმა ნაწილმა ქალდეველებმა უარი თქვეს წამოსვლაზე. მათ გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ მესოპოტამიის გულში, რათა იქ დაეფუძნებინათ ცივილიზაციის უდიდესი კერა, საკრალური ქალაქი ური და ძლევამოსილი ქალხუს, იგივე კალხუს სამეფო. ქალდეველები იყვნენ აკრძალული ცოდნის მფლობელნი და უჭკვიანესი არქიტექტორები, რომელთა გონებაც უსწრებდა დროს და სამყაროს მიღმიერიც კი იყო. მალე მესოპოტამიის ჰორიზონტზე გამოჩნდა ნიმროდი, პირველი ტირანი, რომელმაც ძალადობით დაიპყრო ეს ტერიტორიები. მან დაიმონა როგორც ადგილობრივი შუმერები, ისე ქართული გენის მატარებელი ქალდეველები. ასევე აიძულა ისინი, რომ ჩამდგარიყვნენ ბოროტების სამსახურში. მაგრამ არის ასევე ვერსია, რომ ეს ყველაფერი შუმერებმა და ქალდეველებმა ნებაყოფლობით გააკეთეს. სწორედ ქალდეველთა გენიალური გამოთვლებითა და შუმერული შრომით დაიწყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, ნაგებობისა, რომელიც არა ღმერთთან მისასვლელი ხიდი, არამედ ადამიანური ამპარტავნების სიმბოლოდ იქცა. ამ პერიოდმა ჩვენს ენაში წარუშლელი კვალი დატოვა. სიტყვა შინარი ბიბლიურად შუმერის სინონიმი ქართული ცნობიერებისთვის ორგვარი გახდა. ერთის მხრივ იგი არის შინაური ადგილი, სადაც ჩვენი სისხლი და ხორცი შრომობდა, სადაც ჩვენი გენი სახლობდა და ცივილიზაციას ქმნიდა. მეორეს მხრივ იგი იქცა უშინურად, იგივე ქართულად უჩინარად. მეგრულად უშინური ეს სიტყვა უხსენებელს, გველს და ბოროტს აღნიშნავს. ეს არის ენობრივი მეხსიერება იმ ადგილისა, სადაც ბოროტი მძლავრობდა, სადაც ნიმროდის ტირანიამ ჩვენი წინაპრები დაატყვევა. უშინური დღესაც სატანის სინონიმია, რადგან ჩვენს ქვეცნობიერს მუდამ ახსოვს ის ტკივილი და ის სულიერი დაცემა, რაც შინარის ტერიტორიაზე ბაბილონის გოდოლის აგებისას მოხდა. ბაბილონის გოდოლის დაცემის, ენათა აღრევისა და ხალხთა გაფანტვის შემდეგ ქალდეველებმა და მათთან დაძმობილებულმა შუმერებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ დაწყევლილი შინარი და შინ კავკასიაში ქართულ წიაღში დასახლებულიყვნენ. მათთან წამოიღეს უძველესი დამწერლობა, ასტრონომიული ცოდნა და ის საკრალური ტექნოლოგიები, რისი წყალობითაც ბაბილონის გოდოლი შენდებოდა. ეს ხალხი დასახლდა სვანების ტომის ტერიტორიაზე. სწორედ სვანეთის მიუვალმა მთებმა და მკაცრმა ბუნებამ შეინახა ეს უჩინარი ცოდნა. ქალდეველთა და შუმერთა სიბრძნე, მისტიციზმი და მითოლოგია ორგანულად გადაეჯაჭვა სვანურ ყოფას, ენას, სიმღერებს, კულტურას და თქვენ წარმოიდგინეთ და მათ კოშკებსაც კი. სვანური კოშკი სტრუქტურულად მინიატურული ბაბილონის გოდოლია, ხოლო ბაბილონის გოდოლი კი მინიატურული ნოეს კიდობანია. ჩვენ არ ვართ ვინმესგან წარმოშობილნი, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ბაბილონის გოდოლი ააგო. ჩვენი ენა, მეგრული, მესხური, ქართული, სვანური და ქალდეული ერთიანი მონოლითია, რომელზეც დღემდე საუბრობთ ასე ამაყად. ჩვენ ვართ თუბალისა და მესეხის შვილები. ჩვენი დამწერლობა არ არის სხვისი ნაჩუქარი. იგი არის ის უძველესი და ულამაზესი ნაწილი ჩვენი კულტურისა, რომელიც ქალდეველებმა შინარიდან შინ მოიტანეს და კავკასიის მთებში უკვდავყვეს. ჩვენი სახლი იქაა, სადაც ჩვენი სიტყვა და ეს სიტყვა იმაზე ძველია, ვიდრე თავად ისტორია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ. ქართველობა ნამდვილად საამაყოა.